საქმე იქამდეც კი მივიდა, გამოვიდა ზოგიერთი ნაძირალა და ისევ საჭმელში უნდა ჩაუფურთხოთ ამათო რა, როდესაც ეს მოსამართლეების кейფი იყო, გამოვიდნენ პირდაპირ ეთერში ეს ადამიანები, ჟურნალისტებიც იქ იყვნენ და ლაპარაკობდნენ იმის შესახებ, რომ აიო, უკვე უნდა ეს გავაკეთოთ, ჩვენო ჩაუფურთხოთო. რაც არ უნდა გვაჯერონ, რომ ისინი მართლები არიან, ხო? შეეშინდათ, რომ მე მგონი საჭმელში ჩაგვიფურთხესო. ეს არის უკვე ნიშანი, რომ ეს ხალხი არის ისეთი იზოლირებული, რომ და რატო გონიათ ახლა რომ ის მანქანა რომ მოვიდა იქ უფრო მეტი არ არის ჩაფურთხებული. საერთოდ ყველგან ჩაუფურთხებენ მათ. ისინი საჭმელს ვეღარ შეჭამენ. ბიძინა ივანიშვილსაც ყველგან ჩაუფურთხებენ. მოკლედ აი ეს არის მათი განაჩენი. აი ამ კლანის მოსამართლეებით, აი ამ პოლიციით საბოლოოდ მიაღწიეს იმას, რომ დაფურთხებულები ივლიან და ესე დაასრულებენ ეს. მერე გამოდიოდნენ ასევე პირდაპირ ეთერში ადამიანები, კაცი ხალი ვერ გაიგებს და ჩვენო ესენიო შიში უნდა გქონდესო, სადა არ უნდა მოვასვენოთო, ტერორი უნდა მოუწყოთ. ლევანდელმა დღემ გვაჩვენა, რომ არასდროს ამ ადამიანებს ამ ქვეყანაში სიმშვიდე აღარ ექნებათ. ამდენ რამეს მაკადრებინებდნენ, ამდენ ადამიანს საფუძვლოდ მაჭერინებდნენ, მერე მასამართლებინებდნენ და რესტორანში ვერ ჭამდნენ მშვიდად საჭმელს. არა დამაძინებს ღამე მშვიდად. დღევანდელმა დღემ გვაჩვენა ის, რომ სპეცრაზმის გარეშე საჭმლის ჭამასაც ვეღარასდროს ვეღარ შეძლებენ. ესე მოუწევთ სიარული დღე და ღამე ყველგან ისენ უიზამენ საწყოში სპეცრაზმთან ერთად დაიძინონ, მაგრამ ეგეც აუცილებლად იქნება, ყველას მოგაკითხავთ. აი ეს არის ზუსტად ის უკრაინული სცენარი, რომელიც იყო 2014 წელს, როდესაც განსხვავებული შეხედულების მქონე ადამიანებს ექცეოდნენ ისე, მაგრამ მაშინ იქ არ ვიცი ესეთი მეთოდები მე არ გამიგია საჭმელში ვინმე თუ უფურთხებდა. ეხლა ჩვენ არ გვჭირდება ისეთი განცხადებები კიდე რომ ეს არის ლიტვური მეთოდი, ლატვიური თუ ბაშკირეთის მეთოდი არის. ჩვენ მე ხელისუფლებას იმიტომ მივეცი ხმა სიტყვაზე 2024 წელს, რომ ის კი არ განმისაზღვროს ეს ლიტვური მეთოდია თუ ბაშკირული მეთოდია, არამედ დაიჭიროს ეს ნაძირლები, ვინც ამას აკეთებენ. შეიძლება ხალხო ესე იგი რომ ადამიანი საჭმელად რო შევა რესტორანში, ეხლა ის უნდა იფიქროს ვინ ზის იქ მზარეულად და ვის რა თავში მოუფრე. ეხლა ამათმა ამ თავისი ქმედებით სარესტორნო ბიზნესაც დაარტყეს, იმიტომ რომ აი თქვენ ნახეთ როგორ შემცირდება დღეს როგორ შემცირდება რესტორნებში ადამიანების ვიზიტები. გამოდიან კიდე პოლიტიკოსებიც და იგივეს იმეორებენ, მეგობრებო. ერთ-ერთი თანამშრომელი ჩემი მეგობრის შვილია, სასწაულებს უკეთებენ. შარდში დასველებულ ხალხს პურს უსმევენ და ისე მიაქვთო. თქვენ სულში ჩაუფურთხეთ საქართველოს მომავალს და გამყიდველ მონამოსამართლებს საჭმელში რომ ჩაუფურთხოს ამ ახალგაზრდობამ ეს გიკვირთ, არც მიკვირს და ვუწონებ კიდევაც. ესენი არიან კიდე ერთხელ ვიმეორებ, ესენი არ არიან ადამიანები. და ამათ არც ნამუსი აქვთ, არც სინდისი აქვთ, გესმით? გამოდიან და მაღალ მატერიალს და მშვიდობიანი არისო, ჩვენი აქციებიო ლაპარაკობენ. მოსამართლეებს ცემენ, პოლიციელებს ცემენ, საჭმელში უფურთხებენ ადამიანებს და ესენი გველაპარაკებიან ჩვენი პროტესტი არის სამშვიდობო და ვინმე თუ პასუხს გასცემ, ეს არის დიქტატურა. აი სააკაშვილის პირობებში, რომ ვინმეს მოსამართლესთვის ხელი აღემართა, ვინმესთვის რომ პოლიციისთვის დაერტყა, ვინმეს რომ ეთქვა რომ საჭმელში ჩაუფურთხოთო, სამუდამო თავისი საგვარეულო დიდია, პატარია და ყველა იქნებოდა გასახლებული ამ ქვეყნიდან. ეს რომ სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში გაეკეთებინათ. და მე მაინტერესებს ეს ევროკავშირი, ეს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, სად იყო მაშინ მართლა რომ ადამიანებს ცოცხლად ატყავებდნენ.